ძალიან სასაცილოა, ნუ პრინციპში სატირალი უფროა ახლა ეს კოცბანდის წარმომადგენლები, მათი აგიტატორები, თავად კოცბანდის ობერ ლიდერებია, სპიკერები, რომ გამოდიან და სახალხო პროტესტს ნაცებთან აიგივებენ, აი ნაცური მოძრაობა იქ ნაცების მიერ საპროტესტო ტალღები და ნაცები ცდილობენ. ჯერ ეგერთი მარტივად აგიხსნით, თქო უბედურ დღეებზე გაჩენილებო. საპროტესტო მოძრაობაში ნაცია 10%-იც არ არის. გესმით? საპროტესტო მოძრაობაში აბსოლუტური უმრავლესობა ანტინაცია არის. მაგრამ ის ძალიან კარგად ესმით, რომ რუსულ კოცბანდას არ უნდა ჩააბარონ ქვეყანა და გადააყოლონ ამ იმას უბედურებას. ეს ერთი. მეორე. ბიჭო, მაგალითად მე ნაცებს რო ვებძოდი და ეხლა ძვამაყოფ ამით, იმიტომ რომ საბძოლი იყო ის რეჟიმი. მაშინ მამუკა მდინარაძე იყო ვანო მერაბიშვილის ოჯახის ჯიბის ადვოკატი, შნირი. 2013 წელსაც კი, როცა უკვე ქოცეი მოვიდნენ ხელისუფლებაში, აი ვანო მერაბიშვილის ოჯახმა, ვანო მერაბიშვილმა დაიქირავა მდინარაძე თავისი ბიძის ხეტყის მჩეხველი და აქვია გამყიდველი ბიძის დაპატიმრებული ბიძის საადვოკატოდ. ვანო მერაბიშვილის ოჯახის ადვოკატი იყო 2013 წელსაც კი მამუკა მდინარაძე. კახიკალაძე იყო და მე რო ნაცებს ვებძოდი 5 ნომრიან ბანერზე იყო ჩამოკიდებული. ხო გვახსოვს ესეც ყველას. ფოტოებსაც შემოგთავაზებ თუ გინდათ. საქელაპარაკის ნაცვლად და სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაში რო იყო გამორჭობილი, ეგ კალაძე იყო. გივი მიქანაძეა დღეს თქვენი აქვია განათლების მინისტრი და მე რო ნაცებს ვებძოდი, მაშინ ჯალათი ადეიშვილის ჯალათი მოადგილე იყო ციხეების კურატორი. აი რა ციხეებში ხდებოდა, ყველაფერი გივი მიქანაძის კომპეტენციით მოხდა. ხო? ეს კაცი გიზით განათლებით მინისტრად, ხო? და არაფერს ვლაპარაკობ, ხა ბორია არქიპო ივანიშვილზე, კაცო. მე რო ნაცებს ვებძოდი, მაშინ ნაცმოძრაობის ნაცრეჟიმის მთავარი დამფინანსებელი იყო ბორია ივანაშვილი. თვითონ თქვა 2004-2006 წლის განმავლობაში მევაფინანსებდი, სოროსი კი არაო. და განცხადებულიც აქვს ახლა ღიად, რომ რუსეთის რო არ გაეგო, მე რო ვაფინანსებდი სააკაშვილის რეჟიმსო, ანუ ხელფასებს პრეზიდენტთან დაწყებული უკანასკნელი მანდე რა ქვია. სპეცრაზმელამდე. ამიტომ სოროსის ფონდის ქვეშ ვითომ შევედითო. ანუ საწყალმა პუტინმა არ იცოდა ბორია რო აფინანსებდა ნაცმოძრაობას. არ და ბორიამ მიუშვა პირდაპირ პუტინმა მიუშვა ბორია რომ მიდი ფული გადაუხადე და დააფინანსე, თორე გამოაგდებენ მაქედან და ჩაგვეშლება ჩვენი გეგმებიო. აი ეგ იყო მთელი ალია-ბალია. მოკლედ რა, სანამ ნაცებისკენ გაიშვერთ ხელს, მანამდე საკუთარ ჩამყაყებულ ამბავს მიხედეთ, ქოცებო. მე ვებრძვი რუსულ კოცბანდას, სადაც გატენილია ნაცჯალათები. აღარ ჩამოვთვლი ახლა დეპუტატებიდან, მაჟორიტარებიდან დაწყებული და ნათია თურნავებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო და ამ შემდეგ. აი ეს ნაცები რო შეიზილეთ ქოცებო, აი მაგას ვებძ და პლუს სამშობლოს მიყიდით რუსებზე. ასე რომ მორჩით რა, ნაცებზე ლაპარაკი სასაცილო არის უკვე.